პარტია? ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. ეხლა პრიბალტიკა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს სულ რაღაც რამოდენიმე დღის უკან, როდესაც მათ გათიშეს, ისინი გაეთიშნენ ბელორუსიის და რუსეთის ერთიან ელექტროსისტემას. ამ გათიშვისთანავე მათთან ელექტროენერგიის ფასი 4-ჯერ გაიზარდა. ბალტიისპირეთის ქვეყნები არის განადგურებული, მომსპარია ევროკავშირის გამო, აუგზალეს თევზის წარმოება, მრეწველობა. პრიბალტიკა ძირითადად იყო თევზის წარმოებელი, შპროტი ყველას გვახსოვს და ნავსადგურები, საიდანაც გადიოდა საბჭოთა კავშირის ტვირთები. ეს რუსეთმა გადაამისამართა უკვე ტვირთები, თვითონ გახსნა ზელიონი ლუგში უდიდესი პორტი, სევერსკი ძალიან მნიშვნელოვანი პორტი გაიხსნა, იქიდან ხდება და ესენი უკვე აოხრებული სოფლებია, ხალხი გარბის, მოსახლეობა შემცირებულია. როგორც ჩვენიდან გარბიან ხალხი და იქ ევროპაში მომსახურე პერსონალად არის, ესენიც ისე არიან გასულები. კიდევ ვიმეორებ, ეს ოპოზიცია უნდა დაამთავრდეს, რა გაზიარება, რის გაზიარება, პირველებმა პრიბალტიკელებმა დაუწესეს ჩვენ პოლიტიკოსებს სანქციები. სანქციები ჩვენ პოლიტიკოსებს პირველებმა მაგათ დაუწესეს. ამიტომ შეაჩერეთ ამ ხალხის წინ და უკან მოდიალი, ჩვენ გვაქვს ამისი მოთხოვნის უფლება, რომ აიკრძალოს ეს ოპოზიციური პარტიები და ამათი ვოიაჟი და ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი. ესენი არ წარმოადგენენ ხალხს. როგორ შეიძლება ვიღაც მართლა ეს ორალური სექსის პიროვნება პირსაღებდეს და ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობდეს. აი როგორ შეიძლება, ეს ხო დაუშვებელია.